საღამომშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, დადგა ჩემთვის სანატრელი თქვენთან შეხვედრის ჟამი. მინდა კიდევ ერთხელ სული და გულით მოგილოცოთ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა, განვლილი ბრწყინვალე შვიდეული, აგერ გუშინდელი კვირაცხოვლობა მერთმა ვატაროს იმ გზაზე, რა გზაზეც ჩვენ მოვდივართ ათასწლეულებია. აღდგომის გზა. შეიძლება დავეცეთ, მაგრამ მაინც აღდგება ერი, ქართული სახელმწიფო, ქართული ცივილიზაცია, ენა ქართული, ერი, ბერი. ამიტომ შემთხვევით არ აირჩია ჩვენმა წინაპრებმა ქრისტიანობა სახელმწიფო მთავარ რელიგიად. აქ მანამდეც ჩადებული იყო ეს კოდი, რომ ჩვენი დაცემა, მუდმივი დაცემა შეუძლებელია, ჩვენ აუცილებლად ავდგებით. და ამაშია სამყაროს არსი, ღვთის კანონი, მატერიის ბუნება, ასე ფეთქდება ზიახალი ვარსკვლავი, უზარმაზარი კატასტროფა და შემდგომ მისგან წარმოიშვება შედარებით მცირე, მაგრამ სიცოცხლით გარშემორტყმული მზე თავისი პლანეტებით ვთ. ანუ გარდასახვა, აღდგენა, წინსვლა, გაუმჯობესება, ეს არის სამყაროს კანონი და ჩვენს ერში განსაკუთრებით განსახიერებულია. ეხლა დღევანდელი შეხვედრა ცოტა ხალმოკლე იქნება, ამაზე დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ფორმულაზე გვეპატიჟება ბატონი გიორგი თარგამაძე და იქ მომიწევს გასვლა 40 წუთიანი იქნება ჩვენ დღევანდელი ლაივი, ალბათ გაგებით შეხვდებით და შემდგომ გავაგრძელებთ ყურებას გადმოვთეთ ფორმულაზე. და აი დღეს იცით ჩვენ რა პირობებში გვიწევს მუშაობა. ერთადერთი ძირითადად ფორმულა გვაშუქებს. ივანიშვილის ტელევიზიები უკვე 10 წლებია არ გვეკარებიან, თუ გაგვაშუქებენ უარყოფითი კონტექსტით, რომ აი ვთქვათ იქ რაღაცა ხმები გამიყიდია, საკრებულოს თავმჯდომარის კამი გამიყიდია, ამერიკაში ორი სახლი მიყიდია და აი ამგვარ ივანიშვილის მანიაკალურ და მისი თანამებრძოლების თავებში მოფიქრებულ სიბინძურებს იტყვიან, ხო სხვა რას იტყვიან ახლა ჩვენზე, იციან ვინ არის მათი მესაფლავი და ვინ გაუმზადა სანქციების პანთეონი, იმ სანქციების რის გამოც აგერ უკვე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგიდან ამოაგდეს ეს ბატონი, თუმცა წინ ელოდება კიდევ სხვა უარესი სიურპრიზები და ვერ უშველის ახლობლებზე გადაფორმებული და მაფიის წევრებზე განაწილებული მისი ჭკუით გადამალული ქონება. არაფერი სამყაროში არსად არაფერი არ იმალება, როგორც ამბობს ქიმია ფიზიკის კანონი, რაც აკლდება ერთ საგანს, იგივე ემატება მეორე საგანს და მისი ტრანზაქციებისა და ქონების მოძრაობა ზეპირად იცის მსოფლიოში ყველა იმ სტრუქტურამ, რომელსაც ევალება სანქციების ეფექტური განხორციელება. ხო და დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ 1 მაისიდან ოფიციალურად წყვეტს მაუწყებლობას მთავარი არხი. მთავარი არხი ნიკა გვარამიეს არხი ნიკუტა ვიზია, ასე რომ ვთქვათ, რომელმაც დაგკვეთა ჩვენ და გვარამია იყო ერთ-ერთი ინიციატორი ჩვენი დაგეტვის და პოლიტიკურად სიკვდილი მოგვისაჯა თავისი ჭკუით და ეს სერიოზული ამბავია პოლიტიკური პარტიისთვის, ტელევიზიები რო არ გააჩუქებენ, ახლა როგორ არის, რაც არ უნდა კაი პროდუქცია გამოუშვა, თუ არ დაიდო ის, ვთქვათ, ქსელში, სადაც უნდა მომხმარებელი მივიდეს და შეარჩიოს და შეირგოს და მოირგოს, რაზე აქვს იმ პროდუქციის გამოშვებას. აი ესია პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, თუ არ გამოაჩინა ტელევიზიამ, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ეს ლევიტანის ეპოქა ზოგიერთი თაობისთვის გრძელდება, ნუ ახალი თაობა კიდევ ამ სოციქსელებშია დავანებული, ხო? თუ არ გაგაშუქან, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზარალს იღებ და ეს გაგვიკეთა ჩვენ გვარამიამ და ეს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაატანა მილიონები ივანიშვილმა გილაურის ხელით მასთან იმისათვის, რომ ეს ამბები მოეყომარებინა ოპოზიციისა და ქვეყნისთვის. და
შემდგომ დახურვაც ამ ტელევიზიის მაუწყებლობის შეწყვეტა, ასევე გადახდილი იყო ივანიშვილისგან, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. გადახდილი იყო, რადგანაც ტელევიზიების აქტიური მონაწილეობა საპროტესტო აქციების გაშუქებისას, რუსთაველის გადაკეტვისას და იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია აი ამ დიდ რევოლუციურ მოძრაობასთან, რომელშიც ჩაბმულია ჩვენი ხალხი, მისთვის იყო ეს სასიკვდილო და მთავარი არხის გამოთიშვა ამ პროცესებიდან, როცა ის არ აშუქებს იმ მოტივით, რომ ფული არ აქვს, რა ფული არ აქვს. TBC ბანკიდან რო გადარიცხა 3 მილიონი დოლარი ამერიკის მიმართულებით გვარამემ ეს ფული არ იყო? თუ 88,000 რო გამოიწერა თავისთვის ხელფასზე, ოდიშით რეკავენ და ხორგეთში 88,000 ლარად აქ CNN-ის თლადესი არა, მაგრამ ძალიან სერიოზულ სატელევიზიო YouTube ქსელს შექმნის ნებისმიერი ჩვენგანი. თქვენც და მათ შორის ჩვენც. ხელფასი იღებდა მარტო გვარამია ამდენს. და ესეა ოპოზიციაში ჩასმული შტრაიკბრეხერები, მოღალატეები, ოლიგარქები, ხელისუფლებასთან დაალიანსებული, შეთანხმებული მოღალატე სუბიექტები რევენ ისტორიას. და აგვიანებენ იმ პროცესებს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო გუშინ წინ, იმის წინ. მაგრამ ის მაინც დადგება. მოღალატეები და შადიმანობა ამ ქვეყანაში ცნობილი ფენომენია და მაგის გარეშე არც ერთ ეპოქა არ ყოფილა. მაინც დადგება გამარჯვების. ეს იმიტომ დამჭირდა ამის თქმა, რომ ერთადერთი ფორმულა ცდილობს გამოგვიყვანოს ამ დიდი ბლოკადიდან და მადლობა ამ ტელევიზიას, მადლობა ბატონ გიორგი თარგამაძეს, მათ თვითონ უჭირთ, მათ თვითონ პრობლემები აქვს მოგეხსენებათ, დაფინანსება ასევე არ გააჩნია და იქ თვეობით თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებენ, მაგრამ მართლა დგანან სამშობლო სადარაჯოზე და მთელ კოლექტივს ოპერატორებიდან დაწყებული ყველას კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას უხდი. ეს კვირა დატვირთული იყო უამრავი მოვლენებით, რომლებიც უკავშირდება საშინაო და საგარეო პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ვითარებას შეიძლება ითქვას. მაგრამ თავარი რაც ჩვენ გვეხება და რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ვერ მოახერხა პირდაპირ თქვა ტრამპთან საქმის ჩაწყობა. რომ თავი გადაერჩინათ სანქციებისგან. ეს ყველაფერი ახლა აღარ მინდა ახლა ტრაბახში გამომივიდეს, მაგრამ ისტორიული ფაქტია. აი 12 წლიანი ჩვენი ბრძოლის დამსახურება, როდესაც კონგრესში და სენატში შევქმნით მეგობრების ის ჯგუფი, საქართველოს მეგობრების ის ჯგუფი, რომლებიც არ დაუშვებენ ტრამპმა ძალიან რომ მოინდომოს კაბატონმა მელანიამ, ნუ ხომრობით რა თქმა უნდა, თელმა მისმა გარემოცვამ არ დაუშვებენ აი ამ რუსაპედა ოლიგარქ დიქტატორის არსებობას პოლიტიკურ არენაზე და იმას რომ ასე დაუჟელად ჩაგროს ჩვენი ხალხი და ასე მიიტაცოს სახელმწიფო. მას ეს არ გამოუვიდა, გააგზავნეს იქ ვიზიტად ეს მწუხარე სახის რაინც რო გავს ეს დავითაშვილია თუ რაგვარია ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრია, ხო, გაურკვეველი არსება ჯერ საიდან მოვიდა მთავრობაში, ტვინით გატრენილი ახალგაზრდები და ძვირგაზრდები დაერებენ უმუშევრები. ეს არაფრით გამორჩეული, რაღაცა უსახო, უიდეო, უშინაარსო ტიპაჟი, ნუ ეხლა ჩემს არაფერი დაუშვებია და არაფერი უნია, მაგრამ ქვეყანა იღებს უნებას, როდესაც დამსახურების გარეშე ხდება დაწინაურება. დამსახურებულად უნდა იყოს მიღებული ჩემპიონის სტატუსი, ტიტული, დამსახურებით უნდა იყოს მიღებული, ალბათ მაგ დროს წყდება, ხო ხმა? ამიტომ გავიმეორებ ზოგიერთ პოსტულატს, ყველა თანამდებობა და მიღწევა. ხო და ეს დავითაშვილი გააგზავნეს, მოკლედ, სხვა რო არავინ აღარ დარჩათ მაშველი და მშველელი, დავითაშვილი გააგზავნეს შეერთებულ შტატებში, ქონდა მას შეხვედრები ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, გეპატრიკის ადგილზე, ვინც არის ის ადრე სტრატეგიულ ორგანიზაციებში მუშაობდა და კონგრესში მუშაობდა ორცთან, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში სერიოზული პიროვნება, მას გასაგებად აუხსნეს, რომ ახალი არჩევნების გარეშე, პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე მისი და მათი სანქცირებისა და იზოლირების პროცესი ფინანსური წყაროებიდან გაგრძელდება მაღალი ტემპებით და ის არ გაჩერდება, სანამ არ მოხდება დემოკრატიის აღდგენა საქართველოში. აი ეს მნიშვნელოვანი ნიუსია, რომელიც ვიმეორებ ჩვენი ხალხის ბრძოლის შედეგად არის მოპოვებული და რა თქმა უნდა
ეს არ იქნებოდა ასეთ ტემპებში, რომ 12 წლის წინ არ დაგვეწყო ჩვენ უკვე მუშაობა იმისათვის, რომ ეს პირობები შემზადებული იყო, მაგრამ ვიმეორებ ხალხის გარეთ გამოსulis გარეშეც, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არ იქნებოდა მიღებული. ხო, აი ეს ვფიქრობ, საფიქრალი თემა ხელისუფლებისათვის და დროა მიხვდნენ იმ ფაქტს, რომ ახალი არჩევნებისა და მათი ხელისუფლებიდან წასulis გარეშე მათი ხსნა და მათი შველა არ იქნება. ყოველდღიურად ახალ-ახალი საშინელებები ხდება ცნობილი ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმის შემოქმედებიდან ბრჭყალებში. აგერ დღეს ნახეთ ჩართვაც გააკეთა ფორმულამ, შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, აიღეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ეს აი ქვეყანა განკვეთილი ქვეყნები, აი რუსულად ისგოი, ესე იგი ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპა, ამერიკის აეროპორტებში ტრანზიტადაც კი არ ატარებენ. იმიტომ რომ ჩაიკეტება ტუალეტში და დარჩება იქა და აღარ უნდა იწასვლა თავის ქვეყანაში და საიმიგრაციო განწყობები აქვს. ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შეუძლია უვიზოდ შემოსვლა, მეგობრებო. ეს აზრი არ მოსვლია, როცა ოკუპირებული ვიყავით. რუსისგან, თურქისგან, მონგოლისგან, სპარსელისგან, რა ვიცი, იმათაც არ მოსულიათ ეგეთი აზრი და არ გაუტარებიათ პოლიტიკა, რომ აქ მოეხდინათ დემოგრაფიული სულილებები. ეს გააკეთა შახაბასმა, რომელმაც ჩამოასახლა თურქმანული ტომები საქართველოში, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შეძლო ამის გაკეთება, კახეთის აჯანყებამ წერტილი დაუსვა აღნიშნულ გეგმებს და შემდგომ არავის არ უფიქრია ასეთი რამ ივანიშვილის გარდა. აბა ეხლა რა აქ უკვე პათოსი ზედმეტია და ემოცია სრულიად ხელი შემშლელი რამ უნდა მშრალი გონებით მიუდგეთ რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. 250 მილიონიან პაკისტანელს რომ ისე მუფლებას აქ უვიზოდ შემოვიდეს. ეხლა ხვალ ზეგრო ატყდება ომი და შეიძლება ეს ატომურ ომში გადაიზარდოს ინდოეთსა და პაკისტანს შორის, იცით რა ხდება საზღვარზე. ეს მასა რომ მოაწყდება საქართველოს. სად გავრბივოთ 250 მილიონიანი ქვეყანა, საიდანაც ყოველი მეორე მინიმუმ ოცნებობს როგორმე გაიქცეს იმ რეჟიმიდან და იმ ქვეყნიდან. ნიგერია 210 მილიონია. და ნიგერიელი ლტოლვილები და ემიგრანტები პრობლემა მთელი მსოფლიოსათვის და უვიზო რეჟიმი მისცეს. იემენს ბომბავს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, დიდი ბრიტანეთი. დუღს და გადმოდუღს იქ ყველაფერი ცეცხლი უკიდია ამ ქვეყანას და ხალხი თავის გადასარჩენად ზოგი ზღვით გარბის, ზოგი წითელი იმის რა ქვია, ზღვით აფრიკაში გადადის, ზოგი აქეთ გამორბის, ვისაც გამოესვლება, იმათ მისცეს უვიზო რეჟიმი. თალიბებს მისცეს უვიზო რეჟიმი საქართველოში. ავღანელ თალიბებს, ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც მართავს აი გაუბედურებულ ქვეყანას. და მეტი რაღა არის ახლა ქვეყნის გადაშენება. ქვეყნის დაქცევა და დაანგრევა და წერტილის დასმა მისი ისტორიისთვის. რა თქმა უნდა, მას ვერ შეძლებს, მაგრამ ხო აკეთებს ყველაფერს ამისათვის, მეგობრებო. ეხლა როდის გახდა საქართველო იმ ფორმატის, რითაც ჩვენ ვამაყობ და რითაც მსოფლიო გვიცნობს. მას შემდეგ რაც დავით აღმაშენებელმა დაამხო არაბი ამირა თბილისში. თბილისი იყო არაბების. ხო? ჰაბრუნებს ამირობის დროს. ოღონდ თუ მაშინ ერთი ამირა იყო რაღაცა გარემოცვით, ეხლა მთელი საემიროები უვიზოდ შემოდიან საქართველოში. აი გავასაჩივრე დღეს ეგ საქალაქო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება, აი როგორც სანქციების დაპირება შეუსრულებ იძინა ივანიშვილს, ისე შეუსრულებ ამ დაპირებას და ისე აღვასრულებ აი ამ სიტყვებს. ეს გადაწყვეტილება გაუქმდება და უვიზო რეჟიმი ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაიხურება. სხვა შემთხვევაში საქართველო არ იქნება. ჩვენ მივიღებთ ყოფილ საქართველოს ტერიტორიას, სადაც იცხოვრობს სხვა ხალხი და მე მოუწოდებ სასამართლოს. აი ამ მოსამართლეებს, რომელთა დიდი ნაწილი დასანქცირებულია, მეგობრებო. ეს არ არის არც პარტიული, არც პოლიტიკური უკვე და არც რაღაცა ტაქტიკური საკითხი. ეს ზეროვნული პრობლემაა, რომელიც ეხება
თქვენ შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზოს, თქვენს უბანს სასწრაფოდ არ გადადოთ ამის განხილვა, მოიწვიეთ სხდომა, სადაც გამოუცხადდები და მოგახსენებთ თუ რა უბედურებას უქადის ივანიშვილის ეს გადაწყვეტილებები საქართველოს. და ეს დაწყებულა 2015 წლიდან სხვათა შორის. ამიტომ არის ეს ქონება რომ გააქვს აი ემირატებში, საუდის არაბეთში, ეს არაბები რომ დიდ რამბებს და ბაიათებს უმღერიან, მე შევხვდი რამდენიმე არაბული ქვეყნის ელჩს, გაქანებული კოცებია შეიძლება ითქვას. ამიტომ არის მთელი ქონება იქ ჩააქვს. როგორმე სანქციებისგან გადაარჩინოს რაც დასავლეთის ბანკებში მის თავს ტრიალებს, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა გამორიცხულია ეს, იმიტომ რომ საბანკო მსოფლიო სისტემა ერთიანია და როდესაც დასანქცირებული ხარ ერთ ბანკში ოფიციალური სტრუქტურის მიერ იგივე შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ავტომატურად ყველა ბანკი ვალდებულია აი ამ გზაზე იაროს და თურმე დაარღვევს ის ხდება სანქციებში, ასე რომ არაბები არ გადაყვებიან, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მათ აი ამ ვნებას, რაც მოგვიტანეს თავიანთი, მოგვიტანა ივანიშვილმა თავისი გაუმაძღრობით, როცა ქვეყანა გაყიდა, როცა ქვეყანა გაასხვისა, როცა სახელმწიფო შეისყიდა და ეს ყველაფერი გააკეთა ოკუპანტი ქვეყნის და მისი ლიდერის დავალებით, რომელიც ასევე არაბულ სამყაროში ძალიან მიღებულია. თუ გახსოვთ, ამასინათ პუტინი ვიზიტით ჩავიდა ემირატებში და მგონი საუდის არაბეთშიც რამშობლობა აქვს. ხო, და იქ არა მარტო მისი თვითმფრინავი შეუშვეს პატივით საჰაერო სივრცეში. მასზე სანქცია გაცემული, ვიცით ხო პუტინის დაპატიმრებაზე, უარი თქვეს ამ სანქციის დასრულებაზე. ის ყველგან ვერ ჩადის. ავიაგამანადგურებლების ესკორტი ახლდა რუსული და დაცვათ ჰაერში. ეს არაბული სამყარო თანდათან ექცევა პუტინის ორბიტაში სამწუხაროდ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოსკოვი, კრემლი მაქსიმალურად ლობირებს ბიძინა ივანიშვილს, რათა მან აი არაბული სამყაროს მეშვეობით გადაარჩინოს თავისი ქონება, თავისი ბინზური დანაგროვები მოსკოვიდან აჩუქარი ქვეყნის გაყიდვაში, ქვეყნისთვის დაშინის ჩაცემაში და აი ეს სანაცვლო, სამადლობელო, სამადლიერო გადაწყვეტილებაც, რაც უკავშირდება იმას, რომ ჩვენ უნდა გავსახლდეთ და აქ არაბები ჩამოსახლდნენ, აი ამას უკავშირდება. ძალიან მარტივად გასაგები ენით რო ვთქვათ. ხო, შემდგომი პრობლემა რაც ქვეყანაშია, შეიძლება ითქვას არ მარტო ჩვენს პარტიაში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშქარ ჩხატიშვილის დაპატიმრების საფრთხეა 4 შაბათს 12 საათზეა პროცესის სასამართლოში და შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს მის დაპატიმრებას მიტინგებზე დგომისა და გზების გადაკეთვისათვის. ჯერ ამ მოტივით არავინ არ დაუპატიმრებიათ, მინდა გითხრათ. საბატიმრო სასჯელი არავის არ მისვლია. იქ სხვა რაღაცები დააბრალეს, ან ექსესები იყო, მაგრამ აი მშრალად აი ამ კრიტერიუმებით არავის დაპატიმრება არ მოუთხოვია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს პირველი პრეცედენტია და თუ ეს განხორციელდა, ნიშნავს რომ აპირებენ ფართომასშტაბიან რეპრესიებზე გადაცვლას, ვიდრე ჯარიმებია, ლაშას 22 ჯარიმა აქვს მიღებული, მგონი 150,000 ლარია უკვე დაჯარიმებული და ამასაც არ და ასაბუთებ რომ ეგ ვერ იხდისო და ამიტომ უნდა დავიჭიროსო. თუ ვერ იხდის, კი უნდა დაიჭირო, უნდა დაეხმარო ადამიანს. ჩამოაწერო ის ჯარიმა, მით უმეტეს თუ უსამართლოა და რაც ციხეში გაუშვა. ლოგიკა ნახეთ თქვენ. ხო, ნუ რა თქმა უნდა ახლა დასამალი არ არის რომ ბატონ ლაშა ჩხატიშვილი დღე-დაღამე იქ დგას, ყველა გადაკეტვის წინა ხაზია, ფაქტურად ის კეტავს ახალგაზრდებთან ერთად. აი ამ რუსთაველის პროსპექტს სწორს აკეთებს, ასე უნდა იკეთებოდეს. არა მარტო რუსთაველის პროსპექტი, არამედ ივანიშვილის სასახლეები აქაც შეკვეთილშიც, აბასთუმანშიც და ჭორვილაშიც. და სცენარები უნდა ცოტა გაძლიერდეს. აქციები უნდა ახალი სისხლით შეივსოს და ახალი მარშრუტები დაემატოს. აი ამ ბოროტების საცხოვრებელი და სამოღვაწეო ადგილები. უპირველეს ყოვლისა. ხო? ამ სწორს აკეთებს ამიტომ. ნუ გარდა ამისა ახლა იქ იყო კიდევ პირადი ნიუანსები და ბოღმილი ეს მანიაკია ახლა ბუნებით ეს ბატონი და არ ივიწყებს არასოდეს პირადწმენას აი ხო გახსოვთ ოჯახიც ასეთი ყავს ის მე-10 კლასელ ბავშვს რო გაუგზავნეს სპეცრაზმი და სცემეს და შეაშინეს ღარიბაშვილმა და იმ ბერამ და იმათ რო რაღაცა დაწერა Facebook-ში ბავშვი ახლა იმდენი მაგინებს Facebook-ში ახლა მაგათ რო დიო ნამდვილად
ნამდვილად აღარ ამჯერად რომ პოლიტიკისთვის ხო და გაუგზავნეს და აი ესეთი პატარა კაცუკებია და რა თქმა უნდა არ ესიამოვნა ძალის ნაკბენივით დარჩა მეხსიერებაში ის რომ როცა შავატარი ჩეკვეთილში აქცია რამდენიმე თვის უკან იქ მისი ფიტული დავწვით და იქ ლაშა რა თქმა უნდა ამ საქმეში ძალიან აქტიურობდა და გარდა ამისა დაბადების დღეზეც 18 თებერვალს ნეხვის ტორტი გაგვგზავნა რუსთაველის პროსპექტიდან კი ვიფიქრე მაშინ რომ ნამდვილად მეთქი ამას რეაქცია მოყვება ხო მოკლედ აი ეს მდგომარეობაა და რა თქმა უნდა ვერანაირი დაჭერები ვერანაირი ჯარიმები ვერანაირი ამათი ფეხების ფართხალი ვერ შეაჩერებს გარდაუვალ პროცესს რაც დაკავშირებულია ოლიგარქიის დამთავრებასთან დიქტატურის მოსპობასთან და საქართველოს გამარჯვების გზაზე გასვლასთან დიახ ეხლა ალბათ გადავიდეთ უკვე ტრადიციულ პასუხის გაცემაზე ეხლაც იკეთება აგერ ხო აგე ისევ ლაშას პირდაპირ ეთერი დაგეტა ისევ რუსთაველი და მოდი ხო სხვადასხვის ამაზე არავინ არ დაუჭერია ჯერ ქუჩის გადაკეთვაზე ევროპა ამერიკის პრაქტიკაშიც კი აი ახლა ბოლოს რო ვიყავი ვაშინგტონში აი ახლა თებერვალი იყო ხო რო შეხვდი ვილსონს და ჩვენ მეგობრების ჯგუფს გამოვიარეთ იქ თეთრი სახლისკენ პენსილვანია ავენიუდან და 4 აქცია მიდიოდა თეთრი სახლის 4-ვე მხარეს 4-ვე შესასვლელთან სხვა შორის ერთი შესასვლელი რემონტდებოდა და ამის მიუხედავად ზედ ხარაჩოებზე იყო ხალხი მიწყვეტილი ერთგან მიტინგობდნენ პალესტინელები ჰამასის დამცველები შეიძლება ითქვას სხვაგან ალბათ რაღაცა პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა გზები გადაგედილი იყო შესაბამისად და განსაკუთრებით დამრჩა თავში აი თავარ შესასვლელთან ყველაზე მეტად ბუინობდნენ თუ გამოიყენეთ ამ ისეთ სიტყვას არა ტრადიციულს მეყველეები ყველის გამყიდველები თავიდან ყველი რო ეხატათ ვიფიქრე ალბათ რაღაცას გადაობენ ან რაღაცა უსაქმრობის გამო მოიფიქრეს გარკვეული ღონისძიება და მე გაირკვა რომ ისინი ითხოვდნენ ყველზე გადასახადების და დაწევას რომ რა თქმა უნდა მეტი მოგება მიეღო და ძალიან ხახრავალი ცხარმეტი იყო 4-ვე მხარე თეთრი სახლის გახდა დაკეტილი ასე იკეტება მთავრობასთან და პარლამენტებთან და პრეზიდენტის რეზიდენციებთან მისასვლელები ლონდონში ბერლინში პარიზში მადრიდში რომში აღარ ვასახელებ კიდე ევროპის სხვა ქვეყნებს ამაზე არავინ არ დაუჭერია ჯერ და პირველი შემთხვევა იქნება ალბათ თუ ამას გარისკავენ და წავლენ ლაშა ჩხატიშვილის პრეცედენტი რის გამოც მიიღებენ საშინელ პასუხს და გარდა ამისა კიდევ ერთხელ მოუწოდებ რომ ყველა პოლიტპატიმარი დროზე განთავისუფლოს აღარ დაამატოს პოლიტპატიმარებს კიდევ ახალი რეპრესირებულები და შეიძლება ივანიშვილის საბრალებო დასკვნაში რაღაცა საშეღავათო გარემოებად გამოადგენს მის ადვოკატებს დიახ აი ახლა უკვე დაიწყო შეკითხვების შემოსულა ბევრი შეკითხვები და ეხლა ბატონი ზურა გვეკითხება შალვა მთავარი არხის დახურვაზე რას ფიქრობთ მთავარი არხი დახურა ნიკა გვარამიამ ივანიშვილის შეკვეთით და მაშინ საიღო დიდი ფული ისევ როგორც მთავარი არხი დაგვიხურა ჩვენ ლეიბორისტულ პარტიას მთელი წლები და გილაური დაინიშნა ფულის მომტანად ივანიშვილისგან ასევე არხის ტელემაუწყებლობის შეწყვეტაც იყო შეკვეთა ივანიშვილისგან რომ არ გაშუქებული იყო რუსთაველზე მიმდინარე პროცესები არ დაძაბული იყო მდგომარეობა ხელისუფლებისათვის უარესობისაგან კიდევ უფრო ახლა ტელევიზია ეხლა აშუქებს ორი ტელევიზია ხო ტv პირველი და ფორმულა იქ პროცესებს თავარი რო აშუქებდა თუ გახსოვთ უფრო მეტი დაძაბულობა იყო და მეტი ის ამიტომ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა და ამაში კიდე ფულია გადახდილი აი ეს რა ქვია ეს ბაღლინჯო შეიძლება ითქვას წამსვლელია ამაზეც ყველა გაყიდული ყავს სააკაშვილიდან დაწყებული ყველა გაყიდა ფულში თუ ვინმე გაიყიდებოდა პრინციპი სინდიის სამშობლო და ყველაფერი ამიტომ არაფერი დახურა ამ არსებამ და ამაზე აგებს ხალხი მოსწონს პასუხს ლაშა სალამი ბატონშალო რას ფიქრობთ 3-3-ის ფორმატზე როგორ გესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა რუსეთთან დიალოგის ფორმატში როგორია თქვენი ხედვა ლაშა რა დიალოგზეა საუბარი ჯერჯერობით დიალოგი აუცილებელია ვიმეორებ არა ვარ ანტირუსი შინაგანად და
მიყვარს ამ ქვეყნის ძალიან ბევრი ფენომენია ლიტერატურიდან დაწყებული, მუსიკით დაგვირგვინებული და ძალიან საინტერესო ის მეცნიერება და ის განძი რაც ამ იმპერიაში დაბრუნდა საუკუნეები. მაგრამ რა დიალოგზე ახლა საუბარი, როდესაც 9 მაისს ვლადიმერ პუტინმა მიიწვია წითელ მოედანზე 19 სხვა უცხო ქვეყნის ლიდერებთან ერთად და ეს არის ჩინეთის ლიდერი, ელოდებიან ინდოეთის ნარენდრა მოდის თანხმობას, ბრაზილია და სერიოზული ქვეყნები, ვიცოდი, აფხაზეთის აფსუების პრეზიდენტი ბგამბა თუ გამბა რაღაცა, მაგრამ ზუბაები არიან. მიიწვია იქ წითელ მოედანზე. და 3 მაისს სოხუმთან უკვე იწყებს ფრენებს კვირაში 7 რეისია, როგორც ვიცი, მოსკოვიდან ეს თვითფრენავები რუსული ავიაკომპანიები. რა დიალოგზე საუბარი? და მე მაინტერესებს 3 მაისს როგორ გასცემს პასუხს საჰაერო მიმოსვლის გახსნას ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი და თუ შეუზღუდავენ რუსულ ავიაკომპანიებს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ფრენას. თავმოყარე, ოდნავ თავმოყარე ნორმალური ხელისუფლებას ეკაკეთებს. როდესაც უნგრევენ მას იმ უკანასკნელ ბასტიონებს, რაც აკავშირებს თავის მხარესთან, თავის ტერიტორიასთან, თავის ოკუპირებულ ნაწილთან, ხო? ხო, აი, ამიტომ დიალოგზე ჯერჯერობით საუბარი ვფიქრობ. ცოტა ზედმეტად ოპტიმისტურია ახლა, ოპტიმიზმი თავისთავად ცუდი არ არის. გიორგი ხო, ბატონ გიორგის თავისი ხედვები აქვს, ამიტომ უცნობი გენაცვალ ბატონ შალო ყველაზე პატრიოტი და პატრიოტი პოლიტიკოსი ბრძანდებით მოგითხვა დაბა სურამიდან. მადლობა. პატრიოტია ჩვენი ხალხი, პატრიოტებია აი ეს ახალგაზრდები და ძველგაზრდები, ვინც რუსთაველის პროსპექტზე უკვე 150 დღეა დაუღალავად განან და რა თქმა უნდა ამ ფონზე არ შეიძლება პოლიტიკოსი არ იყოს ქართული პოლიტიკოსი პატრიოტი და თუ მაინც არ არის პატრიოტი, გადაიქცევა იმ მოვლენად, რასაც ჩვენ ხედავთ, აი ვითომ პოლიტიკოსების მაგალითზე ივანიშვილიდან დაწყებული გვარამეტი დაგვირგვინებული. მერთმა და მიმყაროს მაგზისგან. გოგა ქართველები არ იყიდებიან, ხო, ეს რაღაცა ერთმეჩ პოლემიკა აქვს მეგობრებს, ცდილობენ თი პოლემიკით მეგობრებო. თენგიზი, ეს უვიზო რეჟიმები არა მარტო საქართველოსთვის არის სასიკვდილო, საფრთხე არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც კატასტროფა. თავისთავად ხადია კატასტროფა, მაგრამ აქედან იშვერს ფეხს და გადავალ სომხეთში. ამ სომხებმა მონოეთნიკური სახელმწიფო შექმნეს, აბსოლუტურ უმრავლესობა სომხები ცხოვრობენ იქ და ამით ამაყობენ და ნუ რა თქმა უნდა ცდილობენ შეინარჩუნონ დემოგრაფიულად. დემოგრაფია მთავარი თუ გაწყდა ის ერი და გადაშენდა ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მოდის სხვა ერი წმინდა ადგილი არასოდეს ვაკანტური არ რჩება. და ჩვენ აი ამის კანდიდატი გავხდა ბიძინა ივანიშვილი. გაიხედეთ ქუჩაში, ვისაც შეიძლება კიდევ არ იჟერეს, იგივე ქოცებმა თუ ვინც არიან შემორჩენილი, გაიხედეთ ქუჩაში და დათვალეთ გამრიელთა ეთნიკური შემადგენლობა. ეხლა მე ყველა ერი და ეროვნება და მთელი დედამიწა და მთელი სამყარო მიყვარს, რაზეა საუბარი, ერთხელ ვიბადები და უნდა სიყვარულით ვიცხოვრო და ვიაროთ, მაგრამ ჯერ ჩემი მიყვარს. და ჩემმა მინდა არ დაკარგოს ის, რაც მისია ღმერთისგან მიცემული და მიკუთვნებული, ხო? ხო და ეს წარმოუდგენელი ვითარება შეიქმნა, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გადაშენდით აქედან, აქ სხვა ხალხი მოვა, ეხლა რატო აწყობს ამ ემიგრანტების შემოსვლა მასობრივი? მათ პოლიტიკური პრეტენზია არ აქვთ. მათი არ ეშინია. დაბალ ხელფასზეც იმუშავებენ, მიტინგებს არ მოუწყობენ, აქციებს არ მოუწყობენ, ჩვენი ეშინია. ქართველი ხალხი მიაჩნია თავის მტრად ბიძინა ივანიშვილს და ცდილობს გადაგვაშენოს, საპირდაპირო თქვა. ყოველგვარი ემოციისა და პათეტიკის გარეშე. აი ეს არის რეალობა მის თავში და გულში ნატრიალები. სადაც დაცული იქნება, ცხადია იქ წაიღებს ბაჩო. ხო, ბაჩო, მაგრამ დაცული მე არ მგონია რომ იყოს, რადგან ვიმეორებ მსოფლიო საფინანსო სისტემის მთავარი ვალუტა არის ამერიკული დოლარი, რომელსაც აკონტროლებს ფედერალური სარეზერვო ფონდი, ხოლო ამერიკული სანქციები ნიშნავს იმას, რომ ბლოკირებული ხარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როცა სხვა ვალუტა იქნება მსოფლიო, ასე ვთქვათ, მთავარი საფინანსო ნიშანი,
აი მაშინ შეიძლება თქვა გადამალოს რაიმე აზრი კონდეს. დროებითი ალბათ ეფექტი აქვს, რომ დაამშვიდოს იმ ჩემი ეკას, რომ აი ქონება გვექნება და ნაყენის ფული მაინც შევრჩება, მაგრამ ეს დროებითია. მადლობთ ბატონო სინდა ქეთი ღარიბაშვილის სანქცია არ შეეხო როგორც იცით ხო ღარიბაშვილი ნუ გაძრვა ცდილობს რომ გაძრვეს მე მინდა გითხრათ ახლა არაფერი პირადი ინტერესი არ მაქვს არც ივანიშვილთან არც კობახიძესთან არც ღარიბაშვილთან მე მაქვს სახელმწიფოებრივი პრეტენზიები მათ მიმართ რომ დაანგრიეს ის რაც ასე რუდუნებითა და წვალებით ააშენა ჩვენმა ხალხმა აი ეს 2015-ში ეს გადაწყვეტილება აი ამ არაბული სამყაროსათვის აქ უვიზოდ გრიალზე ღარიბაშვილს აქ პირველს მიღებული და გარდა ამისა ყველა უბედურება რაც მოხდა ამ ქვეყანაში ღარიბაშვილის შესრულებით განხორციელდა რომელიც მონადა დაბადებული და ყველაფერზე მოაწერს ხელს და ეხლა რა თქმა უნდა როგორც მონისთვისება მან გაპარვა ამჯობინა რომ სანქციების გადარჩეს ის ბავშვი არ გამოუგდონ იმ ამერიკულ უნივერსიტეტიდან რომელსაც გმობდა და ამბობდა რომ იქ არის ჰომოსექსუალიზმი, იქ არის გლობალიზმი, იქ არის dik state და სხვა და ქონებაც რომ შეინარჩუნოს რომელიც მილიარდზე მეტია და მე ვარწმუნებ მას და მის მსგავსებს, მათ შორის კვირიკაჩვილს, რომელმაც ავტობანის მშენებლობიდან 750 მილიონი მოტეხა და ახლა გონია რომ 700-ის, მე ვარწმუნებ ყველას ამათ, რომ მოუწევთ უკან მოტანა ამ ფულის ბიუჯეტში და გადანაწილდება ეს ხალხზე, მათ მე დაზარალებული ინფრასტრუქტურაზე, სოფლებზე და ქალაქებზე. ეს თუ არ გავაკეთებთ ჩვენ, მაშინ ჩვენ არ ყოფილვართ ხალხი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა ეს გაიფარა, გონია რომ სანქციებს არ რიდებს თავს. ხო იგივეს გვეკითხება სინდა ვატიკანში სატრიალზე რაზე გაუშვეს ეგ უდღეო არც ერთი იტალიის პრესა თუ ტევ ჟურნალი არავინ გამოაცხადეს საქართველოს დელეგაცია და საქართველოს პრეზიდენტი მე შემწვა ისე უტვიფრადიში და ტრამპა რო გამორე არც კი აზდა უზელი ახლა აღარ მინდა ამ პიროვნებაზე საუბარი ახლა აქვეუბრებოდი პარტიაში ხელმძღვანელებს იმ დღეს შეცდომების გზნობას იწვევს რა ესე იგი აი გაუთრელი გათრილი შოკახეში რომ ამბობენ რა ხო ნუ დასვეს ახლა იქ რომ ვიღაცა ჩამოართმევ არავინ ხელი არ ჩამოართო როგორ ზაინახ და არ არის აღიარებული ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ არის მიჩნეული ახლა მე შემიძლია ჩემი თავი გამოცხადო ბისმარკა და ნაპოლეონმა და კი ბატონო ჩემი პრობლემა იქნება და ზოგი დამცინებს ზოგი არ შეიმჩნევს ზოგის ფსიქიატრში დარეკავს და რა ვიცი როგორ გითხრათ რა თქმა უნდა ეს სამარცხვინო და სამწუხარო იყო ყველაფერი მარტო ხელეხებზე გადადიან მათ შორის ირანში ის დაიტირეს ის რა სატირალში ბრძანებოდა ეს ხუჭუჭთმიანი არსება და მოხდა იმ სუდა ტერორისტების გარემოცვაში რომელთაგანაც ზოგიერთი რამდენიმე დღის შემდეგ ააფეთქეს იმდენად საშიშრობას წარმოადგენდა საერთაშორისო სტაბილურობისათვის აი ქვეყანა ახლა პირდაპირ თქვათ ახლა ის შევარდნაძეს და სააკაშვილის ნუ ჩემს ოპონენტები იყვნენ და დაუნდობლად ვებრძოდი მაგრამ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ ყოფილა ქვეყანა ყოველ შემთხვევაში ლიდერებს პატივსცემდა მსოფლიო მისაღები იყვნენ ხელს ართმევდნენ და სურათებს იღებდნენ და ანგარიშს უწევდნენ სამარცხვინო მდგომარეობაში დავედით ყავს პოლიტიკური ელიტა ბნი ელიტა რომელსაც ჯერ დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია რაც განაცხობებს ადამიანს იმ ცხოველთა სამყაროდან საიდანაც თვითონ წამოვიდა აი ეს უბედო სამი ამბანის მქონე ქვეყანას დაემართა ეს ამბავი სამი ამბანის მქონეს ამიტომ იყო რომ ვაფრთხილებდი ზოგიერთებს 2011-ში 12-ში რომ არ გაიყიდოს ფულს არ ვიყიდოს სული ეშმაკს არ აირჩიოთ საქართველოს დაუძინებელი მტერია ამოიღეთ YouTube-ზე ჩემი გამოსვლები ამოიღეთ რომ დამცინმოდით მაშინ ყველა და გიშმეძახდით და კარიერის და რა ვიცი 1800-ს მაბრელებდით ვისაც ეხება იმას ვეუბნები ბეკა ბატონ შალვა ახლანდელ ხელისუფლებას მგონი აღარც ახსოვს ახალ გორი და მისი სოფლები იქნებ შეახსენოთ ჩვენს მოყოლით მთავრობას რომ დასაბრუნებელი და რომ ბეკა გეთანხმები მესიზრება ქსნისხეობა იქავარ გაზდილი აი დღეს სურათი იყო გული გაუკეთე ლაიქად ახალ გორის ცენტრის უნიკალური სკოლის წინის პარკი როა და ის მოედანი სადაც მგონი 2008 წელს ჩავატარე ბოლოს შეხვედრა ხალხთან ძალიან ტაში სიყვარული და რაღაც ამაღლებული გზნობით წამოვიდი რა წარმოვიდგენდი რომ აქამდე მივიდოდით ვახსენებთ კი არა აგერ უკვე დამხობაზე აქვს საქმე და წინ კიდევ ველოდებოდ სხვა უღრესი რაღაცები
თორნიკე ჩქუასელი ნაძირალა ხარ შალიკო მადლობა ბატონო თორნიკე თქვენი სანევისგან ლანძღვა ნიშნავს იმას რომ ერი მლოცავს შალვა თქვი ახლა რამდენად გაყიდეს საკრებულო სააკაშვილიძე არ იკლებს ამერიკებს ნეტა საიდან ნუ გამოძრონ ახლა ტროლები ვაი თქვენს პატრონს ვინც აი ამას შეიძლება სერიოზულად ფიქრობდეთ საკმარისი იყო სააკაშვილს რამე კომპრი დაეჭირა ხელში აი თქვათ შეთანხმება ალიანსი რაღაცის მიყიდვა რაღაცის მოყიდვა იმას გამოგიქვეყნებდა იმ წუთში და ვინ მოპატიებდა იმ თავდადებულ ბრძოლას ამაც იმ რეჟიმის წასვლა გამოიწვია სხვათა შორის აი ხლა ამ იდიოტობას რო იტყვის კაცი საგრებულოს თავმჯდომარეობა გაყიდე საგრებულო გაყიდე როდესაც არაფერი ინტერესი საგრებულოში არ მქონია არც თავმჯდომარეს მინდოდა კენჭისყრა არც მქონია ეგეთი აზრი და აი ამას რო დაგაბრალებენ ის ადამიანები მიწი ქართული მიწის ღირსნიც არ არიან და არიან ნაძირლები შენი თამადობით არ იკლე მილიონებს და ამერიკას ნეტა საიდან და ბიუჯეტიდან ვიპარავ ღარიბაშვილი კობახიძესავით ბიუჯეტიდან ვიპარავ თანხებს და სპეციალური თვითმფრინავი მემსახურება ჯეტი და ჩემი ცოლშვილიც იმით დამყავს იქ ამერიკულ უნივერსიტეტებში ხო აი შენ პატრონს დავითი მადლობა ბატონო დავით ამირანი კერძო კომპანიებში გაისო დასაქმებულთა რიცხვმა რაც რომ ყურადღება მისაქცევია ხო ამ ხედულობაში ემიგრანტები რა თქმა უნდა სამუშაო ბაზარზე სერიოზულ კონკურენციას უწევენ ჩვენებს რომლებიც ისედაც უმუშევრობით არიან დაზაფრული ეს წლები ირმა მადლობა ირმა ნათელა ხო აი ეს მინდოდა დღეს მომეხსენებინა თქვენთვის მეგობრებო იმედია ახლა მაპატიებთ დავიძრები ტელეკომპანია ფორმულას მიმართულებით საცობებია გზაში განსაკუთრებით კალაძის ორიგინალური რეფორმების შემდეგ საერთოდ დაპარალიზდა მოძრაობა ხოლო აი ამ სპეციალური ხაზის გასცნის შემდეგ ბაცლაინები დაარქვეს ხო იქ უკვე მთავრობა დადის უპრობლემო თავიანთი ჩაბნელებული შუშა მანქანებით საქართველოში დადგება ძალიან მალე დრო როდესაც ყველა იქნება ძირითად უფლებებში თანასწორი ბაცლაინზეც სოციალურ პოლიტიკურ ეკონომიკურ ბიზნეს უფლებებში და მე გვექნება ჩვენ სახელმწიფო და ამისათვის ვიბრძვით ყველა ერთად ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ დიდი მადლობა რომ ისმენდით მომავალ შაბათამდე